ნდობა იქნება, მომხრეები იქნება. ალბათ მიზეზი არის იმაში, რომ მე კატეგორიული ვარ ჩემ მოქმედებაში. შავს უძახი შავს, თეთრს უძახი თეთრს. რა თქმა უნდა, ბუნებაში შიგნით მე ქართველი ვარ, მაგრამ იცით, არ ვცვამ, ბურმალერი არ მიყვარს. მუშაობ 18-19 საათი. ამიტომ ჩემთვის საკითხვის გადაწყვეტა არის ძალზე მარტივი. მე ვსვამ კითხვას, მინდა მივიღო პასუხი. ან როცა მისვამენ კითხვას, ვაძლევ პასუხს. ალბათ ჩვენი ბუნებრივი მენტალიტეტი აი ასეთ მიდგომას ცოტა უარყოფს. მაგრამ მე ამ მიდგომის შემცვლელი არა ვარ. შავს უძახი შავს, თეთრს უძახი თეთრს. ჩემი მიზანი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. აი რა არის ჩემი მიზანი. არა პრეზიდენტობა, არა მედიას ყიდვა, არამედ საქართველოს ტერიტორიული გაერთიანება. აი ეს არის ჩემი მიზანი. რაც შეეხება მედიას ყიდვას, პრეზიდენტობას თუ სხვა ნაბიჯებს, ეს არის გზა ამ მიზნის მისაღწევი. რას უზავთ იმ ხუთს, რომელიც აუცილებელია საქართველოში უნდა იცხოვროთ იმისათვის, რომ უბრალოდ თქვენი კანდიდატურა წარადგინოს პრეზიდენტობაზე და მოქალაქეობაზე. დაიმახსოვრეთ ეს პასუხი და როცა მე გავხდები საქართველოს პრეზიდენტი, მე თქვენ მაშინ გიპასუხებთ. გახსოვთ ეს საკითხი, რომ მომეცი დაიჭიმ პასუხი. ხედავ, რომ კიდევ ცოტა და საქართველოში იქნება კატასტროფა. კატასტროფა. მე ვხედავ, რომ დიდი რთული მდგომარეობა ჯავახეთში, რთული მდგომარეობა მარნეულში. მე ვხედავ, როგორი მდგომარეობაა და როგორ მაგრდება კავკასიის რეგიონში თურქეთი, როგორც დღევანდელი პოლიტიკური ხელისუფლების მეგობრებს უყვართ თქმა step by step. ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ პირველი ნაბიჯი. რა თქმა უნდა, მე ბუნებრივად ისეთი ადამიანი ვარ, რომ ყოველივე მიმართულება და ყოველივე მოძრაობა ლოგიკურ დასკვნამდე უნდა მივიყვანო. ამიტომ ჩვენ ჯერ დაველოდებით პროკურატურის პასუხს, შემდეგ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს.